დამშვიდდი. ნეტა შენი პრობლემები მომცა. რა დროს შენი დეპრესიაა? რატომ ხარ ასეთი? რატომ ხარ ასეთი? რატომ ხარ ასეთი? ასეთი უნდა დარჩე? ასეთი უნდა დარჩე? რამდენს ლაპარაკობ? რამდენს ლაპარაკობ? გეჩვენება. რამდენს ლაპარაკობ? გეჩვენება. რატომ ხარ ასეთი? გეჩვენება. გეჩვენება. ასეთი უნდა დარჩე? კაი. გავიღიმე შეიძლება? ოკეი, მაშინ დაიწყე და მე ვთქვი. ამას ნეტად ინტერვიუს ჩაწერა. ბუდი იდეა. უყურებ ლოლას. თინეიჯერ არის ყველაფერზე გინდება რომ სწორი პასუხი იცოდე და პასუხები მიიღო. ყველაფერს კითხვის ნიშანს უსვამ რა. შენს ბევრი რაღაც ხდება და შინაგანადაც ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს და ძალიან ბევრი რაღაც იცვლება. ამიტომ ძალიან საინტერესოა, როდესაც ხარ შენ თინეიჯერი, ანუ მოზარდი. შენი ცხოვრების ეტაპის ყველაზე ესე ვთქვათ ტურბულენტური ზონა, სადაც ძალიან ბევრი რაღაც ხდება და ძალიან ბევრ ემოციას განიცდი ერთდროულად და ხან ბედნიერი ხარ, ხან უწყებელი ხარ. არც ზრდასრული არ ხარ და არც პატარა 3 წლის ბავშვი აღარ ხარ. აი, სადღაც შვაში ხარ და აი როგორ ახსნა ვიცი, აი გაჩხერილი ხარ შვაში. ყველაზე ხშირად ალბათ მესმის ის რომ თინეიჯერი ბავშვები რაღაც მშობლებს განუდგებიან სავით, ეს მესმის ხშირად. ხანდახან მაქვს ხოლმე მომენტები, როცა უბრალოდ არ ვიცი, აი რაღაცაზე მაგ შეიძლება დასტრესილი ვარ, შეიძლება ცოტა გაბრაზებული ვარ და რაღაც უხეშად გამომივიდეს, მაგრამ საერთოდ არ ვთვლი ისე, რომ მშობელს ჩემთვის რაიმე ცუდი უნდა, რაღაც ეგეთი პირიქით. ცხოვრებაში ჯანსაღი რაოდენობით ყველაფერი კარგია, მათ შორის კრიტიკაც. უბრალოდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულები არიან, მხოლოდ რომ გაკრიტიკონ და ესეთი ადამიანებისგან უკვე ჩემი აზრით არც უნდა მოისმინო არაფერს, არ უნდა გაითვალისწინო მაგათი აზრი. მოზარდს ვითომ აქვს მოკიდებული რაღაც ჩანთა, მსუბუქი რაღაც ცარიელი ჩანთა. ერთ თქვათ ვიღაცა ხა უფროსმა მშობელმა თქვათ უთხრა რომ ცუდად სწავლობ ოროსანი ხარ და შენზე უკეთესი არიან შენი კლასელები. ამ მსუბუქ ჩანთაში ჩავარდება ერთი აი აგური თქვათ, ძიმე აგური. აი ეს შეიძლება ერთი აგური გადაიტანოს. მაგრამ კიდე რომ ვიღაც ცუდს ეტყვის, ესეც ერთი აგური იქნება. აი, კიდევ ერთხელ გამირო, ძალიან ბევრი კითხვა გაქვს და ამ კითხვებზე როდესაც პასუხს ვერ იღებ, ან გვიანიღებ, ძალიან ბევრ ემოციას იწვევს ეს შენში, ძალიან რთული ამ ყველაფრის აღქმა, რომ აი ამაზე პასუხი ახლა მჭირდება მე. ეხლა მაგალითად მე და ჩემი და სულ ერთმანეთს ველაპარაკებით, ჩვენს აზრებს, ემოციებს უზიარებთ ერთმანეთს ხოლმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ბავშვს უნდა ყავდეს ის უფროსი პირი, ან თანატოლიც, რომ თავისი ემოციები გაუზიაროს და მან ეს აღიქვას და დაეხმაროს ზოგადად ცხოვრებაში რა. თინეიჯერებისას ეს კომუნიკაცია თითქოს უფრო გართულებულია რა. აი, საუბარი გიჭირს შენს გზნობებზე, როგორ გზნობ თავს, იმიტომ რომ შენ თვითონაც არ იცი, გაურკვევლობაში ხარ. აი, რაღაცა ასე ვთქვათ, ბნელად დილას ხარ და იცებ შენს გასავალ ადგილს. არაფერი არ არის და შენის უნდა გაეკვალო და როცა ყავს ადამიანი, ვისაც შეგიძლია ამაზე დაელაპარაკო და აუხსნა შენი გზნობები და ყველაფერი, არის ეს ძალიან სასიამოვნო და აი ამოისუნთქებ ხოლმე, რა კარგია რომ ეხლა სიტყვაზე მე ბარბარის ვუთხარი. როცა მოლაპარაკი არ გყავს ან რაღაცა და არ იცი როგორ გზნობ, ბევრ რაღაცას გზნობ ერთდროულად, შენ შეიძლება არა მარტო შენ თავს აზიანებდე, არამედ შენ გარშემო ყოფებს აზიანებდე. მაგალითად კრიმინალი თინეიჯერებში და მოზარდებში არის ძალიან აი გაიზარდა პროცენტულად, იმიტომ რომ ჩემი აზრით ამის მთავარი ის არის რომ გინდა რომ აი იმ მეგობრების გარშემო იყო, იმიტომ რომ თუ მათ გარშემო გაიფიქრებ რომ არა ამგონიას კაი რაღაცა და შემიძლია მე ამგონია წავიდე. რომ წახვიდე არავინ არ რჩება რა და შენ გინდა ის მეგობრობა, გინდა მაგათთან ეს კომუნიკაცია და ყველაფერი. ჩემი აზრით იდეოლოგია არის რაღაც ცოტა ისეთი დანერგილი, არ ვიცი რაღაც საბჭოთა თუ არ ვიცი საერთოდ ეს როგორი იდეოლოგია არის, რაღაც ეს ქურდული მენტალიტეტია დანერგილი. აი მაინტერესებს უბრალოდ საიდან მოვიდა აი ბევრს რამოდენმე ვისოფედებს და მაინც ვერ მივხვდი როგორ საშინელება. ან ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა მასწავლებელი რომ მოკლეს არასრულწლოვნებმა, შემდეგ ვიდეოებიც გავრცელდა როგორც წამდნენ. ესეთი ვიდეოები
ბევრი ვრცელდება ტელეგრამის ჯგუფებში და ნუ მოკლედ ბევრი გავრცელდება ესეთ ვიდეოები და რაღაცეები და ჩემთვის რაღაც ახლა შემოწუნებელია როგორია ხარ რომ უყურებ ვიდეოს და ჩემი აზრით ბევრი ბავშვი რო ხედავს ამას შეიძლება ბავშვს გონებაში ეს ჩაუდგდეს ნორმალური ხო აი ამას უყურებს აი ერთხელ შეხედა არ მოეწონოს შეიძლება მეორეჯერ მესამეჯერ მეოთხეჯერ შემდეგ უკვე მის გონებაში გაგდება როგორც ნორმალური და შეიძლება ეს საქციელი მომავალში რო დაინახოს შეიძლება თვითონ არ ჩაიდინოს რაიმე მსგავსი მაგრამ არც ამის აღსაკვეთად ხო არც ამის აღსაკვეთად გააკეთოს რაიმე ჩემი აზრით ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია რომ იპოვო შუალედი რომ არც მაინც და მაინც ყველაფერი ეპატიებოდეს მოზარდს რომ კრიმინალი გახდეს და არც პირიქით რომ ძალიან დაიჩაგროს დევესზე შავარდეს და ასე შემდეგ ნახევარი მშობლის მხარეა მაგრამ ნახევარი მოზარდის უკვე იმიტომ რომ საკმარისი გონება აქვს რომ ეგეთ რაღაცები აწონდაწონოს და ანუ ორივე მხრიდან უნდა შედგეს ან ერთმანეთში კომუნიკაცია რომ რატო ხდება მაგალითად აი დედაშენს რო კითხო თეორიულად იმიტომ რომ დედაშენს ყოფილი ოდესღაც შენ ხელა ქონია მსგავს გამოცდილება და ანუ იპოვო შუალედი რა რომ ზოგჯერ ნორმალურია რომ რამე ემოცია ძალიან მარტივად შეგეცვალოს და ზოგჯერ პირიქით უნდა ისწავლო როგორ უნდა ჩაждდეს კონკრეტულ იმაში რა ზღვარში ესე ვთქვი ეგ გამოთქვა რომ დაგეწყო ეგასაკი კონკრეტული ადამიანის ბრალი არ არის რა ანუ ზოგადად ეგრეა მოწყობილი ბუნება ჰორმონების ბრალია და ანუ მაგას ვერ საკონტროლებ რა აი კითხვა დავსვა რა ხდება ჩვენს ორგანიზმში ორგანიზმში არა ტვინში ანუ ტვინში რაც ხდება ეგ გადადის ორგანოებში რა ანუ შეიძლება ტვინია მთავარი ანუ ორგანიზმია ტვინი ლოჯიკლი ხო რა სხვაობაა მოზარდებსა და ზრდასრულებს შორის ნეირობიოლოგიურად? მე ვარ ანა მელიშვილი, იგივე ამელი, ვარ ნეირომეცნიერი და მოდით ვისაუბროთ მოზარდების ტვინებზე. ხო, რამეს, აი რაზეც გინდათ რომ მივედოთ, მოვედოთ, რომ ამოვქოქოთ ლაპარაკი. თინეიჯერების დროს ზოგადად ტვინზე და ოკეი, კარგი. და ასე ვთქვით, აი რაასაკის პერიოდში. აჰა, კარგი. როგორ მუშაობს ტვინი? ზოგადად პრინციპულად განსხვავდება ძალიან უტრირებულად რომ ვთქვათ მოზარდის და ზრდასრული ადამიანის ტვინი როგორ მუშაობს. მოზარდების შემთხვევაში, რადგან ტვინი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და ჯერ კიდევ სწავლობს ემოციურობაზე პასუხისმგებელი ტვინის უბანი, რომელსაც ქვია ამიგდალა, ასწრებს ტვინის სხვა ლოგიკურ, უფრო ესეთ მიწაზე მყარად მდგომ, ესე რომ ვთქვათ, უბნებს, რომლებიც უფრო ესეთ ტორმოზი არის ხოლმე ზრდასრულებში, რომლებიც მათ ქცევას და ქმედებას აანალიზებს, სანამ რამეს გამოხატავს ადამიანი. შესაბამისად, შეიძლება რომ მოზარდებში უფრო მეტად იყოს ემოციურობა გამოხატული, უფრო მძაფრი ემოციები იყოს გამოხატული, გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს ტვინის უბანი, რომელშიც ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოიყოფა ერთდროულად და გამოისროლება მთელ ტვინში, ხო? რაღაცა სატორმუზა სისტემა თითქოს ჯერ არ აქვს შესწავლილი ტვინს, როგორ უნდა გააჩეროს, როგორ უნდა მართოს თავისი ემოციები, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში, ასევე მოზარდობაში არის ისეთი პერიოდები ყველას უდგება, რომ რაღაცა პირველად ხვდები რომელიღაც სიტუაციაში, სადაც ჯერ არ იცი როგორ უნდა მოიქცე და რაღაცნაირად შენი ტვინი ცდილობს რომ გაერკვეს რა, როგორ, რანაირად ხდება და შესაბამისად ასეთ დროს ხშირად არის ემოციების გამოსროლა, ესე რომ ვთქვათ, რაც შეიძლება რომ გამოიხატოს მე რაღაც ზრდასრულების მიერ ესე აღიქმება, რომ რაღაც უზრდელურ ქცევაში, ან ზედმეტად დრამატულ ქცევაში, აქვს ამას თავისი მიზეზი და შესაბამისად სჭირდება თავისი ტიპის მიდგომა. რადგან ისეთი მიზეზი შენი ტვინის ანატომიას ვერ გააკონტროლებ და ვერაფერს ვერ უზამ, ხო? შესაბამისად მიდგომა სჭირდება რაღაცა კონკრეტული, რომ ორივე მხარე რაღაცნაირად კმაყოფილი დარჩეს ამა თუ იმ სიტუაციაში. დაახლოებით 25 წელი ითვლება ესეთ ნიშნულად, რომლის მერეც და რომლის დროსაც მეტნაკლებად უმეტეს შემთხვევაში ეს ქერქი ასრულებს საბოლოოდ განვითარებას. არ ნიშნავს რომ 25 წლამდე მოზარდები ვართ, რა თქმა უნდა, ეს ამას. ყველაზე უფრო ბობოქარი წლები, ესე რომ ვთქვათ, არის დასაწყის თინეიჯერობის და მოზარდობის დასაწყისი არის რაღაც 12 წლიდან, 13 წლიდან და აი რამდენიმე 2-3 წელი ყველაზე რთული, რომ აი ვერ ხვდები რა ხდება. სოციალურ ქსელშიც ძალიან ბევრი შემხვედრია აი მსგავსი ტიპის წარწერა, რომ ერთ დღეს უბრალოდ იღვიძებ და ხვდები რომ გაგივითარდა ტვინი. და მეგონა რომ გაზვიადებული იყო აი რანაირად ზუსტად ერთ დღეს გავიღვიძემ და მივხვდი რომ რაღაცები რაც ადრე მომწონდა
აღარ მომწონს. ოღონდ სიღრმისეულ რაღაცებზე ვსაუბრობ. აი მეც მქონდა ეგ განცდა, რომ ტრადიციები ძალიან დავაფასე ის რაღაცა, რომ ოჯახი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, მაგრამ აი რაღაც თითქოს ავტოპილოტ რეჟიმში მქონდა მნიშვნელოვანება მინიჭებული. მაგრამ მე მივხვდი, რომ არა, თურმე ამიტომ არის, შინაარსი გესმის მე რაღაცების სიღრმისეულ დონეზე, რომ რატო ხდება თურმე ეს ასე. მოზადებზე ზოგადად როგორ მოქმედებს სხვა ადამიანის ნათქვამი პოზიტიურიც და ნეგატიურიც? კარგი კითხვა ეს ძალიან. შეძახილმა ხე გაახმო, ხო გაგიგიათ ეს გამოთქმა, ხო და ეს გამოთქმა ნეირობიოლოგიურადაც ძალიან აკურატული და სწორი არის. რას ვხედავთ, რა გვესმის, ყველაფერი არის ტვინის კონსტრუირებული თავიდან ბოლომდე. ამ კონსტრუირებაში შედის რაღაცები, რაც თავისთავადად მოგვეცემა, მითხრეს, რომ აი ეს ზედა მწვანეა, მე რო ვიზრდებოდი და მწვანეს ვეძახი ახლა ამას. და ასევე ის კომენტარები, რომლებსაც ვისმენ, როდესაც ნეგატიურზე გავამახვილებ ჯერ ყურადღებას ნეგატიურ კომენტარს ისმენ, ძალიან დიდი გავლენა აქვს. მით უმეტეს თუ ეს მოდის ავტორიტეტული ადამიანისგან, როგორც არის მშობელი და მე ამას ვუმეორებ ჩვენ საკუთარ თავს. და ტვინს აქვს ასეთი უნარი, რომ რაზეც ხშირად ფიქრობ, რასაც საკუთარ თავს ხშირად ეუბნები, იმის დამადასტურებელ მაგალითებს ეძებს გარემოში მე. ტვინისთვის არ არის მნიშვნელოვანი ეს მართლა ასეა თუ არ არის ასე, ტვინისთვის მნიშვნელოვანია რომ შენ ხშირად იმეორებ ამას, ეს ავტომატურად ფიქსირდება ტვინში როგორც მნიშვნელოვანი და როგორც სიმართლე რაც მთავარია. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ცუდად აისახება, თუმცა პოზიტიურ კომენტარზე რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შთამაგონებელი შეიძლება იყოს, ძალიან კარგი შედეგები შეიძლება გქონდეს ამას, განსაკუთრებით, როდესაც მოზარდობის ასაკში არის იდენტობის კრიზისიც ცოტა, ვინ ვარ, რატომ ვარ, რას ვაკეთებ, ხო ეს ყველაფერი და როდესაც რაღაც ავტორიტეტული ადამიანი რაციონალურ კომენტარს გიკეთებს დადებით, რაციონალურად შენ ციცი რომ იშრომე და დაგიფასა მაგალითად, აი ყოჩა გითხრა, რა თქმა უნდა ძალიან დადებითი გავლენა აქვს ამას და რაღაც მოსაზომი არის აუცილებლად ის შექებაც და ნეგატივი აუცილებლად შესაზღუდი მაქსიმალურად, იმიტომ რომ ნეგატიური ინფორმაციის გადაცემით ნებისმიერ ადამიანზე, მით უმეტეს მოზარდზე, საქმეს არ ეშველება ნამდვილად არავისთვის. ბავშვები, რომლებიც არასტაბილურ ოჯახებში იზრდებიან და ყირილია შეიძლება ჭუბი არის, ძალიან დაძაბული სიტუაცია არის, ხო? არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ამ ბავშვების ტვინი ფიზიკურად პატარავდება. ან ფიზიკურად ტვინი პატარავდება, ფიზიკურად ტვინი ცდილობს ენერგია შეინახოს, ფიზიკურად ნეირონები კვდება, ესე რომ ვთქვათ და რაღაცნაირი პატარა ხდება მათი სამყაროც. შესაბამისად, მათი მიდგომა სამყაროს მიმართ, როგორი ადამიანები არიან, როგორ აღიქვამენ სამყაროს, აუცილებლად იცვლება ეს პერსპექტივა. თავიდან ბოლომდე ვინ ვართ და რა ვართ, ამას განსაზღვრავს ჩვენი გამოცდილებები და განსაკუთრებით აი მოზარდობის და ბავშვობის პერიოდში, იმიტომ რომ მან ვიწყებთ შეცნობას სამყაროსი, რომ მტრულია თუ არა, მეგობრულია თუ არა. შესაბამისად, ხო, ასე აი გამოვიდა. ეხლა ეს ორი შევაწევთ. მოიცა თავს ქალავჭი. რა საკითხია? ეგ რა მისაკეთებს? ხო. ოპერაცია არის შესაძლებელი. დამატებით რო? აი, მშობელს და ბავშვთან ურთიერთობა უნდა იყოს ღია, სულ არა შეიძლება ეს დროები ცოტათი ისეთი იყოს სტრესული და მძიმე, მაგრამ სულ გვერდში გადგებით და დაგეხმარებით რამე პრობლემა თუ გექნება, ოღონდ გახსნილი ყავთ. კაი პასუხი მაგცა, ჩემი აზრით. თინეიჯერმა რო თავისი თავი იპოვოს, მას სჭირდება მეორე თინეიჯერი და დიალოგის დროს შეიძლება ეს უფრო დაეხმაროს თავის პოვნაში.